ილამშვიდობის ყველას. ისევ თბილისის ზღვაზე მოვედი, ამჯერად წყნარანში მაინტერესებს შამაიები. როგორ აქტიურობენ. წამოვედი ფეივორიტის ფლექსვანით 0.1-დან 2 გრამამდე აქ რაღაც სამუშაოები ჩაუტარებიათ. გადმოთხრილები არის. ნახოთ ეს მარტო ქარიანში იჭირება თუ არამინჩიც არის ხოლმე აქტიური. შამაიები. ოპა! სილიკონს მოსინჯავ მეთქი და ჩავაკეთე თუ არა ეგრევე დაჯდა. აყალაზე ბევრი ჩარტყმები მქონდა და ფუჭი და მეთქი მოდი ერთი სილიკონს გადავაგდებ. თქო და ნახე პირველივე ჩაგდებაზე. ნახე რა მაგარი ზომის არის, ჩემი კაი. 2 გრამამდე გეძერა მაგრამ. აუ ძალიან რა ხდება, გაიზარდნენ იმ 10 დღის წინანდელ შამაიებთან შედარებით რაღაცა. ძალიან ეფექტური საჭერი არის რა, აი ძალიან. ავიდა, გაიხსნა ანგარიში. მაგრად დაეტაკა, აი. წეღან 1 გრამიანი მეყენა სიმძიმე და აშკარად ზედაპირზე უფრო აქტიურობდა. ეხლა დავაყენე 0.3 გრამიანი და გაცილებით მარტივად აიღო. ჯერჯერობით ესია და თუ გაამასლებს ნახოთ პირველივე ჩაგდებაზე აიღო ესაც. ის 1 გრამიანი მერე კი ვატარე 1.5-6 ჩაგდება. ვეღარ დავსვი. იმიტომ რომ ზედაპირზე აქტიურობდა. ისიც იმიტომ პირველივე ჩაგდებაზე დავსვი ვარდნაზე აიღო და დაძირო არაცა და ის 1 გრამიანი რომ ეყენა და. აი 0.3 გრამი. და წითელი კოღოს მატლი. ოპა. ორ. ზოგი რა მაგრად იბრძვის ბიჭო. ნახე რას უშვება ჯო. მოდი დაბმული ხარ შენ ძმაო. მამობრძანდი. ასე. ცოტა ხისტი არის. ჩემი კაი რა ხელაზე და არ ტაჯოხი გამაწევინა და არ დაჯა. ურა მაგრა გაკაჩა. ესე მოგწამდი. რა ხელაზე ჩაუყლაპია. ვერითი გაუვიდა. მაგ პატარა მაგრატელით გამოვაცინე. ეს ცოტა დავუშვა ეს რატო. აი შუკა ხო არა ხარ. რამ ხელაზე ჩაყლაპე შეუხერო. ესე. ჩაბზანდია. ეს პატარა ხო
რა თავზე დავაგდე თუ რა ხდება? შენ საბა? მოდი ადუეთში ამოვიყვანოთ. სად ახარ? რომელი უფრო დიდი შამაია? ამოიყვანე, გაგექცა? სო ჩემი ესე იგი უფრო დიდია. კაი. ფარტხალე. ჩოგამბადაში უნდა ჩამესვი, მაგრამ დამავიწყდა. შო. კაი, კარგი. ფლეშლურეც, ხო? აი ესე. გამჭირვალე ფლეშლურესი. არა, ეგეც ძალიან ისე. ბრძანდი აქ. ამა როგორ ველურად არ დამირტყა. ძალიან პატარეთი ისაკი. ამან არ იცის რომ ეს ჯოხი მაგ პატარასაც გაიგებდა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა რომ ესე პატარათი შამაიამ წაკრას. ეჯუ შემეპარა დარტყმა იყო თუ არა. ხო, არა და? აი შამაია და თან ხელაზე ქონია ჩაღლებული. ეჟე მაგრატელი დამჭირდა დაჟე. აი ეს. არ გირტყავს? უი, დამავიწყდა შენც რო სილიკონი დააღე. ორამ ხელა შამაიამ გაცურა დავინახე სათვალეში. ო! ინდეს მამაო მოსწრის. მოხე. ხო, მე? ხელა შამაია დაიწი რა. სპინინგით? მალადეც? დაგიწა, მეც გავხდი მაგას შამაია ახლა. ოჰო, რა იყო ეგეთი? ლონდე იქნება. მართლა ბიჭო? სერიოზული. მე მაგ ხელა არ გამიგია, სადაც 800 გრამიანი გამიგია. ეს რა ქენი მამაო? დუეთში აქეთ საბამაც ამოაძრო. ეს რა ქენი მამაო? ნახე ყანყალაზე როგორ ცოტა გაჩერებულია და მაგის თქმა იყო და დაჭდა. მაგის თქმა იყო და შენ ჩააგდე? ეს ცოტა მომცრო ზომის არის. წეღანდელებთან შედარებით. თორე სიონზე ესეც რო იჭერ გიხარია. შენც ამოაგდეს აბა? ლაძეც. ვერცხლისფერი.
ო, ნახე ვარდნაზე დაარტყა კიდე. აი. ამან ძალიან ველურად იმენა გაიტაცა. ახლა ნაპირისკენ აქვს სტარტი. იმიტომ არ იგრძნობ. თორე კაი შამაია უნდა იყოს ეს. წინა შამაიასთან შედარებით ნამდვილად გაკია. ორი მონსტრი არ არის ესაც. თუ გაჩერდები კაი გოგო იქნები. ეს ჩოგანბადეში თუ არ ჩავსვი ახლა ისე იფართხალებს რომ ნერვებს მომიწეს. მოძამდე ძალიან გაპასიურდა და 10 საათი უთევზოთ ვიყავი. ეხლა არ ვიცი გასაღებს მივაგენი თუ არა ჯერ. და 1.2-იანი გოგეტკა დავაყენე. აი შენ რითი თევზაო? არა, სატყუ არა. აი ხლა 1.2-იან კოკეტკაზე, აგერ ზედიზედ მეორე. ჯერ სილიკონი მოსინჯე. საკარგად მოდიოდა წეღან სილიკონზეც. კამერა გათიშული მქონა და ისე დამიჯდა. კაკიჟდა. აი ესე. პრინავის გადერ. შამაია. ამ რეისზე იყვნენ შამაიები ახლა და ჩამოვიდა. ცოტა გაპასიურდა, მაგრამ მაინც მოდის ჯერ. ჩემი ჯოხი აგერ მეგობას ვატყოვე და ამჯერად ხვისი ჯოხით დავიჭირე თან 3.8-იანზე. ეს ის ლეგენდარული ფერი. დიდი შამაია რომ დავიჭირე წინაზე. კოც კარგად დავაგროვე და გაიჟღამებია. და ის 2 გრამამდე Black Swan-ით მოიწამლა, იმიტომ რომ დაიჭირა შამაია და უკვე ყიდვაზე ფიქრობს დღე-დღეზე. თუ არის დარჩენილი ოღონდ მაღაზიაში. ამასობაში ნახე სხვაებიც რომ მოსდევენ, შეხედე. 2 თუ 3 წალი მოსდევ და პირიდან უნდა გამოეგლიჯათ. ეს კაი ზომაა. ისევ 3.8 გრამი. 3.8 გრამი ხوار დავაყენო. Black Swan-ზე 2 გრამამდე. არა ცოდოა. 2.6-იანებს ვაყენებ ხოლმე, მაგრამ 3.8-იანი. 3.8-იანი ის მეწოდება ჩათი შენ. გეკიდო 3.8. ახლა ამ მეორესაც უნდა მოწამლა საბა. აცი ხომ მოიწამლა მაგ ჯოხით. ახლა საბაც მოიწამლება და არა სხვა მუღამი აქვს იმეთი ახლა რა თქმა უნდა შამაიის ჭერას. ძალიან სასიამოვნო გრძნობა არის ხელში რა. დენს გირტყავს პირდაპირ. დავასრულე დღევანდელი თევზაობა. შერეულად ვითევზავე ესვეს ყანყალებზე, სილიკონებზე. ეს
ტრაქტორი ამუშავდა, ისედაც ცოტა დამაგვიანდა მოსვლა. ტრაქტორიც ამუშავდა და დაპასიურდა, აღარ იღებდა. საკმაოდ ნორმალურად დავიჭირე, მე მგონი ცუდი შედეგი არა, თან კაი ზომის შამაიებია. მე მგონი დღეს უფრო დიდები იყო ვიდრე წინებზე. ნუ ის ერთი განსაკუთრებით დიდი დავიჭირე წინაზე, მაგრამ დანარჩენებთან შედარებით კაი დიდები ჩანდა რა ესე. 2 გრამამდე ლებს ვანით. მშვენიერი შედეგი. სელექტის 5-ში მოსახერხებელია. ნუ ამას უფრო შავ ზღვაზე ხმარობენ ხოლმე, სტავრიდაზე, ბარაბულგაზე, ზღვის თევზებზე, მაგრამ შამაიაზეც იდეალური ჩასაყრელი არის. სეტკაში და იმაში არ გიწევს. ყრაა და დაიკუზე და ისაკენი ცოტა წყალს ჩაასხალ. და ეგ არის. ჩააღალი. დღეს იყო 10 ივლისი. ამ ვიდეოს ალბათ ერთი კვირის მერე დავდებ, იმიტომ რომ აქამდე კიდე მაქვს რაღაც გადაღებული ხორჭილაზე თევზაობა და ესე ზედიზედ მიყოლებით ვერ ვდებ ხოლმე. აბა დროებით ახლა.